ჩემო მომავალო მაზლის ცოლო. რომ გაიგებ, რომ მეორე დღეს თქვენს ოჯახში უნდა შემოვდგა ჩემი ნატიფი, განათლებული და ინფლუენსერი ორი გამყდარი ფეხი და წინა დღეს გადმოალაგებ ჯამჭურჭელს დაიხარისხებ და საძინებელში შიაც უმსულებ, მინდა გითხრა, რომ შემოვენთები ოჯახში, როგორც თქვენი ოჯახის ახალი სილამაზით ახსავსე ბურჯი, გადმოალაგებ ყველაფერს უკან, გადმოვაწყობთ და გავყობთ შუაზე ჯამჭურჭელს. როგორც ახალი პატარძალი და თქვენთვის ოჯახისთვის ღვთისაჩუქარი, აქედანვე იცოდე, ჩემი ქმარიც ოჯახის წევრია და მადონას სერვიზი რჩება მე. არაფერი არა მაგ შეითან საწინააღმდეგო და პირადული, ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდ პატივს ვქცევ, არ ვიცი გულის ტკივილამდე მიყვარხარ, მაგრამ ჭურჭელი იყოფა შუაზე, ყველაფერი იყოფა შუაზე, ასე რომ აქედავე შეგვე და ეს ვიდეო გქონდეს საპაგიდო წიგნად. ბაი. ჰაი ხალხო. აბა გავიქცეოდი აქციებზე და და ვიხავე მაცივარში სოფლის ნობაძის პროდუქტებს მაინც ამიფიქრე ახლა. სოფლის არის და კაცი და კუცი და გავიკაშო ორგანიზმი. თურმე რა სამჭამდი? ქათმის კუკის მალადეც დიდი მადლობა დაშ ხოჩახ აჰა კარტები დიდი მადლობა მადლობთ ბაი ხალხო ახლა მივხვდი რატო გვაქვს საქართველოში საყოველთაო ნერვოზი ესე იგი სულის ჩათი ცალკე ბაღის ჩალკე სამეგობროსი ცალკე იმისი დედმამიშვილების ცალკე უბნელების ცალკე ქმრის საყვარლების ცალკე ისა ქმარზე მონადირე ხალხის ცალკე თოზე მონადირეზე ცალკე პედაგოგების ცალკე კანეჯი კაი ბაბიტაშვილო ვაფშე სულჭყვაზე როგორ არად ერი არ გეკვირთ ხალხო ალცა კიდე ისეთი გოგოების ჩათი ცალკე მალადეც დაო როგორ გიძლებთ ერები მიამიცი ერთ ჩათში ვარ და სიცოცხლე აღარ და აჰა ფიცა ვარ მე ახალ აღარ ვიდა სიცოცხლე ეს მაგალო ვიხუბრე ხო რა გძეტა მაგარი ნერვოზია აჰა არ ჩერდება თვა კლასელები ჩათში ვიყავი და აღარა ადროს ჩემი სიცოცხლე ასაკში ვარ და მაგათა გойდათ რომ მომკვდი და მაგარი დაშვენებული ვარ